წარმოიდგინე შედიხარ ოთახში, ანთებ შუქს და ვერაფერს ხედავ გარდა შენი თავისა. არანაირი ანარეკლი ან დაბალი შუქი, სიბნელე, უბრალოდ არაფერი. აი რამდენად ძლიერია ეს მასალა. დღეს აღმოაჩენ 6 რეალურ მასალას, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკიდან არის გადმოტანილი. მაგრამ ისინი რეალურია და მაგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რომ შეგეძლოს ერთ-ერთი ამოცნაური მასალიდან რომელიმე კონდეს, რომელს აირჩევდი. დაწერე პასუხი კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი. ამ ვიდეოში ნახავთ ყველაზე უცნაურ, მაგრამ რეალურ სამეცნიერო მოვლენებს, რომლებიც ძალიან არარეალურად ჟღერს. დავიწყოთ. It was made. პირველი არის ვანდაბლექი. წარმოიდგინე რომ დგახარ ოთახში, სადაც იმდენად ბნელა, რომ ვერ ასხოვებს სად თავდება კედელი და სად იწყება სივრცე. სინათლეც რომ მიანა თუ არაფერი არ ირეკლავს მას. ეს სიმნელე კი არა, ეს ვანდაბლექია. ეს მასალა დამზადებულია მჭიდროდ განლაგებული ნახშირბადის ნანომილაკებისგან და შთანთქავს ხილული სინათლის 99.965%-ს. შედეგად, რაც არ უნდა შეღებო, შენი თვალისთვის უბრალოდ გაუჩინარდება. თითქოს და შავ სიცარიელაში იკარგება. სახის ფორმის სკულპტურაც ბრტყელ ჩრდილებად გადაიქცევა. ფორმების სიღრმეს კარგავს, თითქოს რეალობაში შავ ხრელს უყურებდე. ეს მასალა მხოლოდ საშიში ან უცნაური არ არის, ის სასარგებლოცაა. ვანდაბლექს უკვე იყენებენ თანამგზავრები, რომ უკეთ გაუჩინარდნენ. დიზაინერები კი კამერებში ან არეკლის მოსაშორებლად. მეორე არის თვითაღმდგენი პოლიმერი. წარმოიდგინე მანქანა, რომელიც გაფუჭების შემდეგ თავადვე აღიდგენს თავს. I can fix it. Now go! Fantastic! Again! Ow! You mean... არც წებო, არც შეკეთება, უბრალოდ აჯირე ღილაკს და ისევ ახალია. Now... ეს უკვე რეალურია, მომავლის მასალის წყალობით, რომელსაც PDMS SSIP BNB ჰქვია. გადეხე დაფშვენი წყალში ჩააგდე და უბრალოდ დაელოდე. მას თავისი აღდგენა მჟავაში, ზღვის წყალში და თუნდაც ყინვაში შეუძლია. არც შედუღება სჭირდება, არც წებო. ეს სუფთა ქიმიაა. ეს ელასტომერი ჩინეთში შეიქმნა და შეიძლება რობოტები, მობილურები ან მანქანის სალონები მთლიანად შეცვალოს. როცა მეცნიერებმა მას ცოტა ინდიუმი და გალიუმიც დაამატეს, მან ელექტრული გამტარიონობაც გამოავლინა. თუ გაგიტყდა, უბრალოდ დაელოდე და უყურე როგორ აღდგება. რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო. წარმოიდგინე გადახილი ეკრანები ან გაწყვეტილი კაბელები, რომლებიც კანივით ხორცდება. ესეც კი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. მესამე, გრაფენი. მათ უბრალოდ წებოვანი ლენტი გამოიყენეს, სულ ეს იყო. 2004 წელს ორმა ფიზიკოსმა გრაფიტი ფენა გაათხილა მანამ, სანამ არ მიიღეს ერთ ატომზე სქელი შრე. და ასე აღმოაჩინეს გრაფენი. მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე მტკიცე, თხელი და მრავალმხრივი მასალა. ის ელექტრობას უკეთ ატარებს ვიდრე სპილენძი, თითქმის გამჭვირვალეა და ფოლადზე 100-ჯერ ძლიერი. მიუხედავად ამისა, იმდენად მსუბუქია, რომ ისეთი ზომის გრაფენი, რომელზეც კატა მოთავსდება, კატის ულვაშის ღერზე ნაკლებს იწონის. უხილავი სიმტკიცე და დაუჯერებელი ძალა. დრეკადი ეკრანებიდან დაწყებული კვანტურ კომპიუტერებამდე, გრაფენი იმ ტექნოლოგიების საძირკველია, რომელთა ნაწილიც ჯერ არც კი შეგიქმნია. მეოთხე, აეროგელი. ის გამოიყურება როგორც გაყინული კვამლი, მაგრამ თუ შეეხები, ის არ გაქრება. აეროგელი ინარჩუნებს ფორმას, აჩერებს ცეცხლს და თითქმის არაფერს იწონის. ის 99% ჰაერისგან შედგება, რომელიც ნანოზომის სილიკატის ქსელშია გამოგეტილი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი მყარი მასალა. მაგრამ ამავდროულად იმდენად მტკიცე, რომ აგურსაც კი უძლებს. სულ 1 სანტიმეტრის სისქის ფენა ხელს ცეცხლისგან დაიცავს. და თუ 1 კუბური მეტრის აეროგელს აიღებ, თავისუფლად დააბალანსებ ხელის კულზე. ეს არის ჰაერი ჯავშნით. აეროგელი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შეიქმნა. დღეს კი იყენებენ კოსმოსურ მისიებში, თბოიზოლაციაში და ხანძარ საწინააღმდეგო აღჭურვილობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოჩვენება ცეცხლგამძლე აღმოჩნდებოდა? მეხუთე, ნიტინოლი, ჭკვიანი მეტალი. როგორ რთულადაც არ უნდა დაგრიხო, შემდეგ გააცხელე და ის დაუბრუნდება პირვანდელ ფორმას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ნიტინოლია, ნიკელისა და ტიტანის შენადნობი, რომელსაც მეხსიერება აქვს. მისი ატომები 40 გრადუსზე რეაგირებენ სიცხესთან და თავდაპირველ ფორმას იბრუნებენ. მას არ ჭირდება ძრავი ან მიკროსქემები, მხოლოდ სითბო და გონიერი სტრუქტურა. მედიცინაში ის ძვლების დასაფიქსირებლად გამოიყენება, კოსმოსში თანამგზავრების და ანტენების გასაშლელად. ის შენს პირის ღრუშიც კია, სწორედ ეს მავთული ასწორებს კბილებს სტომატოლოგიაში. და ბოლო, მეექვსე, შრალი წყალი.
ის წყალს გავს, მაგრამ თუ შეეხები, ხელი არ დაგისულდება. ეს უცნაური სითხე, რომელსაც მშრალი წყალი ჰქვია, ლივ-ლივით ცურავს ქსოვილზე, ქაღალდზე და ელექტროენერგიაზეც კი ის კვალს არ ტოვებს. და რა არის მისი საიდუმლო? სინამდვილეში ეს წყალი სულაც არ არის. ესაა მკვრივი, გამჭვირვალე ქიმიური ნივთიერება, სახელად პერკტორირებული კეტონი, რომელიც სითხესავით იქცევა, მაგრამ არ ეკრობა ზედაპირს. ლეპტოპიც რომ ჩააგდო შიგნით, მუშაობას გააგრძელებს. სითხე, რომელსაც შეხება არ უყვარს. მშრალ წყალს უკვე იყენებენ სერვერების ოთახებში ხანძრის შესაქრობად, ისე რომ მყარ დისკებს საფრთხე არ შეექმნას. წყალმომტარი ტექნოლოგიების ეპოქა სიტყვა-სიტყვით დაიწყო. დღეს ჩვენ ნახეთ უჩვეულო მასალები, ძლიერი, მსუბუქი და ჭკვიანი. ეს არ არის ილუზია, ისინი რეალურია და დღე-და-დღე ცვლიან სამყაროს. მეცნიერება უფრო საოცარია, ვიდრე გონია. მადლობა რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. მომავალ ვიდეომდე.